საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72 სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. სხდომა პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ანგარიში კომისიის წევრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. კომისიის წევრებმა საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანა 2028 წლისთვის მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმისთვის, რომ ქვეყანამ 2028 წლისთვის მიაღწიოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ საქართველომ 2028 წლისთვის კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ყოველწლიურად დაგეგმილ მოქმედებას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ყველა უწყების ჩართულობა.